ერთი აბრაამ ლინკოლს თუ დაახატავდა ვინმე პრეზერვატივზე ამერიკაში, ან ინგლისის დედოფალს, ან მეფეს თუ გაბედავდა ვინმე დაახატავდა პრეზერვატივზე, ან თურქეთში თუ გაბედავდა ვინმე, ან აზერბაიჯანი ავიღოთ, ან სომხეთი ავიღოთ, თუ გაბედავდა ვინმე ამ ქვეყნებში, რომ პრეზერვატივზე დაეხატათ მისი წინაპრები. რაც გააკეთეს აქ იკადრეს აქ და სამწუხაროდ აქ პოლიტიკოსებმა ხმა არ მოიღო არც ერთმა ხმა არ მოიღო და იმის მაგიერო პასუხისგებაში მიეცათ გაჩეჩილაძემ გადაცემაში მიიყვანა და გააპიარა ევა პირდაპირ ნეხვი გვესროლეს თავზე ნეხვი და ერმა მაშინ ხმა არ მოიღო აი ეგრეთ წოდებულმა NGO-ებმა ქნა ეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა. აი მაშინ დავიწყეთ. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული NGO-ების აგრძალვა, ზელაპარაკი. მაშინ დავიწყეთ. ჩვენ ვიყავით ის ხალხი პირველად, რომლებაც ძალიან დიდი რეაქცია გამოხატა. ეს მარაზმი, ეს გახწნილები, ეს ლიბერალი, ანუ პოლიტიკური ლიბერალი, ანუ ლიბერალური გახწნილები. აი ესენი არიან ეს ხალხი. ესენი არიან ეს ხალხი. აქ კიდე დღეს ხედავთ აქ რასაკეთებენ, აქ არეულობები და მაიმუნობები. ქართულზე ეროვნულზე რო არც ერთი არ ლაპარაკობს. ვერ იტანენ ზულთ ქართული ეროვნული ყველაფერი. კულტურული მემკვიდრეობით რაც გაგვაჩნია ჩვენ წინაპრებიან მეფეებია თუ ვინა ყველაფერი ეზიზღება ამ ხალხს ამათ არაფერი ქართული არ გააჩნიათ მხოლოდ ფული და ამაზე იყო ელისაშვილები ეს ნაძირლები რო გამოეყარნენ აქ და ფინანსების აკრძალვა რო იყო რომ იმხელა მიტინგები მოაწყეს იმხელა მიტინგები, აი ამ საქმის ჩამდენი ორგანიზაციების ფულის აკრძალვები რო დაიწყო. რომელი ერს გაუბედავენ, გეკითხები, რომელი ერს გაუბედეს ასეთი რაღაც. რომ წინაპრები დაუხატონ, თან მით უმეტეს, რა ქვია, წარმოიდგინეთ თქვენ. წმინდანად შერაცხული და ანუ ერის ხატება ეს ჩვენი წინაპრები, ხო? რომელი ერს გაუბედეს აი ესეთი რაღაცა. ჩვენ ცდა გააკეთეს. ახლა ის კიდე აი ეს ხალხი ვინც ეს ჩაიდინა, ციხეში უნდა იჯდნენ, პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემული. მერე მოვა წესრიგი აქ და ვერავინ ვერ იკადრებს აქ ან ქართულ კულტურულ და შენ ფესვს და ეროვნულს შეეხოს ვინმე. აი ეს არის სამწუხარო რეალობა. ყველაფერი ქართული ზულთ. ყველაფერი. და ამიტომ ვყავთ ჩვენ ზანგებზე და პაკისტანელებზე და ინდოელებზე გათხოვილი ქართველები. აი ეს არის მოცემულობა. რომ ყველაფერი ქართული სიყვარული მოსპეს. სიყვარული. შენი სამშობლოს სიყვარული ამოუღეს, ამოგლიჯეს გულიდან. აი ამ კორპორაციებმა, რომელზეცაც ჩვენ წლებია უკვე ვამხელთ, წლები. კაცობრიობის მტრები. ერების მტრები, მაგრამ რას ერჩი იმას? შენ აძლევ ამის უფლებას. შენ ერმა მიცა ამის უფლება. ეკლესია შეურაცხეს, ჯვარი შეურაცხეს, წინაპრები დაგვიხატეს პრეზერვატივზე. რეაგირება ნული. ნული არაფერი რეაგირება. სამწუხაროდ. ჯვარზე რომ მარაზმი, ამ ვანდალიზმი ჩაიდინეს, რომ გამოვედით იქ საჯაროდ ვილაპარაკეთ. ძლივს ამოიღო, ესე იგი პარლამენტის წევრებმა ხმა, ძლივს. მინიმუმ პრემიერ-მინისტრი უნდა გამოსულიყო და განცხადება გაეკეთებინა. აი ეს იყო. იქნებოდა შედეგი. პრეზერვატივზე აი მაშინ, როდესაც განცხადება გავაკეთეთ, დაგწინოდნენ,
რა ტროლები რა არ შემოუშვეს ესე იგი ჩვენ გვერდზე რა არ შემოუშვეს როგორ დაგწინოდნენ სასაცილოდ არ ყოფნიდათ ამ უღირსებს ამ გაღწნილებს კიდე ერთხელ ვიმეორებ ამ ქართველი ერის მტრებს ამ ესე იგი ელისაშვილებს და ამ ესე იგი ამ მოდგმას აი ესენი აღარ რა ქვია ჩამოთვლი აქ სახელებს ყველა ესენი ჯაფარიძეები და ეს გაღწნილი ხალხი საოკუპაციო ზოლთან ტერთან შარვალს რო იხდის სამწუხარო ქართველი ხასიათი ესე იგი ვიტომ ქართველები ასეთი ვართო და შარვალ ჩახტილი დაანახეს ქართველი ამ ნაძირლებმა მინიმუმ პროპაგანდას რო ეწევოდნენ აქ უცხოეთიდან ჩოხაში ჩაცმული ანუ ესე იგი LGBT თემის წარმომადგენლები რო იყვნენ ჩოხაში და ყაბად რო ეცვან კაცს მინიმუმ დაზვერვის სამსახური ვნახავდი იმას და გავაჩუმებდი ამ უღირსებს ამას მაგრამ წლები აპიარებინეს ანუ ალანძღინეს ქართველი ერი რომელ სახელმწიფოს გაუბედავდნენ ეროვნული ტანსაცმელით გამოსული შარვალ ჩახტილი კაცი ქალის იმაში სამოსში რომელ ქვეყანას თურქეთს გაუბედავდნენ აზერბაიჯანს სომხეთს გაუბედავდნენ თუ ვის გაუბედავდნენ ინგლისს გაუბედავდნენ ვის არა აქ საქართველოს უნდა გაუბედოს სპეცსამსახურები ხმას არ იღებდა ხმას რა უნდოდა იმის გაჩუმებას ევროპაში იყო ხო ვიცოდით ის რა უნდოდა არა პირიქით უნდა მოსპო რაც შეიძლება ელანძღა ქართველი ესე იგი ერი ჩოხით კულტურის შეურაცხყოფა ამ უღირს აი ეს იყო ის NGO-ები რო აფინანსებდნენ ამ ხალხს აი ეს უცხო ქვეყნის მიერ დაფინანსებული NGO-ები რატო გაფინანსებს გეკითხები NGO-ს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები რატო უნდა აფინანსებდეს საქართველოში NGO-ს მიზანი შენ წინააღმდეგ ყველაფერი მოსყიდული ხალხი ფულს უხდის და ჯგუფი და პოლიტიკური სექტა ყავს ჩამოყალიბებული მე შემდეგ იყენებს შენ წინააღმდეგ და აქციებს აწყობენ კიდე ეს უღირსები ესენი აი ამ მოცემულობაში ვარ ჩვენ ამ მოცემულობაში ხმარ უარ ამოგვეღო აქამდე კიდე და ზოგიერთი ხელისუფლების წარმომადგენელი რო იძახდა აქ ეროვნულობა რა ფენომენია არ ვიცი საერთოდ საჩიში ფენომენიაო ასე რომ გვეფიქრა ჩვენ ქართველებს საერთოდ წაშლილი ვიქნებოდით და შემოგვისიეთ კიდე აქ უცხოტომელები გაგვივსეთ საქართველოს უცხოტომელებით გაგვივსეთ ჩვენი საბრძოლი იქნება შემდეგ ამათი გაყრა აქედან და მომავალი თაობის აი ეს გააკეთეთ თქვენ კეთილი უნდა ინებოს ყველა რომ აქ უნდა დაიწყოს ჩქარი გაძევება აქედან უცხოტომელების ჩქარი გაძევება არანაირი სასამართლო პროცესი ყველა ქვეყნიდან იქნეს გაძევებული აი ეს არის ქართული საქმის გაკეთება